მეგობრებო, მოგესალმებით. დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთთან არ შევხვედრივართ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გლოვის დღეები იყო. გლოვა დასრულდა, გლოვა შეცვალა სიხარულმა. საქართველოს ქვეყანამ აირჩია ახალი პატრიარქი, მეუფე შიო, მესამე, ყველას გილოცავთ ამ დიდ დღეს, რომ საქართველოს ყავს ახალი სულიერი წყემსთავარი და როგორც გლეხიკაცი და მე ვენახე და ის ვენახე და ბაღში და ყველას ეფერება ვაზ და ხეს და ელოდება ყველა კვირს იმედით, რომ რაიმე ნაყოფი იქნება, ასე იმედით შევსქერივათ მომავალს, რომ უნდა ახალმა პატრიარქმა ძალიან ბევრი პრობლემები, რაც დაგროვილია ქვეყანაში, თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენთან ერთად, ჩვენი თანადგომით და განსაკუთრებით ეს პრობლემები ეხება იმ თემებზეც მე ბატონ თემურს, ბატონ ზავის, ბატონ გურამს გისაუბრია. ყოველ ჩვენ შევხედა ამას ეხება საუბარი არ არის მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, საუბარია უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდობაზე. რომ ახალგაზრდობა არის დაუსაქმებელი, ან თუ დასაქმებული არის ძალიან დაბალი ანაზღაურება, ახალგაზრდობა ვერ ოჯახდება, არ იქნება ახალი ოჯახები, ახალგაზრდობა ოცხოეთში გარბის. იმედ გადაწყვეტილია, ეს სიტყვით მთავარი საზრუნავი არის და საფიქრებელი არის ჩვენთვის, რომ ახალგაზრდობამ თავი იგრძნოს ქვეყნის მესაჭეთ, ქვეყნის მეზროშედ და გადაიბაროს ქვეყნის მართვა გამგეობა და ჩვენ გამოვზადოთ ის თაობა, რომელიც თაობას სამშობლოს უპატრონებს, ანუ რაიმედესაც ამყარებდა აკაკი, ვაჟა, ილია ახალგაზრდებზე, ეს იყო მათი ანდერძი და პრინციპში კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ანდერძიც იყო ახალგაზრდობის მოვალა, პატრონობა, ხელშეწყობა. ამიტომ ჩვენი დღევანდელი დღეც ზოგადი სათაურით ეღირსებაო ლუხუმსა, ეძღვნება ახალგაზრდობას. აი აქ თქვენ ხედავთ ჩვენი მეგობრის ლევან ოზაზის მიერ ხელშინაკვეთ ვაჟა-ფშაველას პორტრეტს, რომელსაც თავზე მოსავს ადგია ბახტრიონი, ან ციხესიმაგრე და დღევანდელი დღე ეძღვნება ამ თემას ეღირსებაო ლუხუმსა. უпростовет გრიგორ რობაგიძე როდესაც დადგა სპექტაკლი ლამარა და მოჩა სპექტაკლი ეკითხება მნახველებს რომ როგორ მოეწონათ და ერთი ხევსური ეუბნება ჯან მამიმატის ბატონო გრიგორო და რობაგიძე წერს ამის შემდეგ სპექტაკლი მოიარა მთელი მსოფლიო, მაგრამ აი ეს ორი სიტყვა ჯან მამიმატის ყველა რეცენზიას და ყველა აღიარებას ჯობდაო. ასევე ვაჟა-ფშაველას როცა გაუსრულებია თავის პოემა ბახტრიონი, უკითხავს რომ ესეთი ხევსურისთვის აზრი და მას უთქვია რომ ყელი გადაგდებით მკითხა ბახტრიონი ლუხუმში ხომ გულისხმობო საქართველოს. ვაჟას უპასუხია შეიძლება გულისხმობდე კიდეცო, არაო დაიჟინაო, უთო საქართველოს გულისხმობო და 1000 პროფესორი ვერ გადაათქვენებდაო მას ამაზს. კონკრეტულად ვაჟა-ფშაველამ ლუხუმის სახეში რა იგულისხმა, ანუ აი ამ ლამაზი ფინალით როგორც გაასრულა ვაჟა-ფშაველამ მთელი ერთის ასეული და ადამის ტომის მწერია, ბოროტების გზა გაუშავ, კეთილი დაუჭერია, საჭმელსაც თვითონ უზიდავს ასმენს ყავს ლაღეს მთისასა, ღამი-ღამს ღაპარს უამბობს ორიობოლის ზვისასა, ამბობენ შააძლებინას სნეულს ოფეხზე დადგომა, ეღირსებაო ლუხუმსა ლაშაის გურზე შადგომა. აი დაუშვათ ეღირსა ლუხუმს ლაშაის გურზე შადგომა. იქ ლაშარობა დაესწრება, როგორც ხევისბერი წაიყვანს, წირავს, ანუ იხევისბრებს თუ რატომ აიყვანა ვაჟა-ფშაველამ ლუხუმი აი აქ ლაშაის გურზე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი ლექცია საუბარი. დღეს დიდი თამარობაა, თამარ-მეფის ხსენების დღეა, თამარობას გილოცავთ, თაბორობას გილოცავთ, ამ თემასაც შევეხებით და მაინც მინდა ჩვენი ლექცია საუბარი მიუძღვნა ჩვენი სულიერი მეგობრის კოლეგის ლია ჯოღელის ხსოვნას, რომელიც სამზეოდან მოულოდნელად გადავიდა მარადიულობაში
დატოვა გაუგნებული კოლეგები, მოწაფეები, მეგობრები, ახლობლები და ლია იყო ჭეშმარიტი პიროვნება კოლოიტი მთელი მუხიანის, ვინც პირო ყოველსაც ზრუნდა ახალგაზრდებზე. არ არსებობს მუხიანში ვინმე ახალგაზრდა, ვაჟი თუ გოგონა, რომლის ბედიღბაშიც, დაოჯახებაშიც, სწავლაშიც, განათლებაშიც ლია წვლილი შეიტანა. სამდენად გლოვს მთელი მუხიანი ჯერ მიწას ახობედაც სემია შეშობია და მინდა რომ აი ეს ლექსია საბარი ჩვენი ლამაზი დის ლია ჯოღელის ხსოვნას მიუძღვნა. მეგობრებო, რაც შეეხება ახალგაზრდობას, მე მინდა მათ კივის, მათ პრობლემას ჩვენ სადარდებელ საფიქრას უცნაური ფორმით მოეფერო და ყველა შევახსენო, ვისაც ეს საქმე ეხება და ყველასაც გვეხება, რომ ვიძნოთ ჩვენს მომავალ თაობაზე. ნიკო ლორთქიფანიძის უბწყინაში ნოველით მოუვარე საქართველოს, რომელშიც სულ 2 სიტყვა დავამატე. მას ასე მოусმინოთ დიდ ნიკო ლორთქიფანიძეს მოუვარე საქართველოს. უცნობი კარების წინ დგავართ. ფარდების გაშისთანავე ან დავინახავთ ნანატ ბედნიერებას, ან სამადისო წყდიადის მსხვერპლი შევიქნებით. ამას უტრიალებ ყოველ მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო ჰალუცინაციები. ჩემი ოთახის ფანჯიდან ხშირად მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის. ვითხმა ნაზი ქაწულის. მოუვარეთ საქართველოს, მოუვარეთ ახალგაზრდობას. თვარიან ღამეში ბაგათი წაზის ნანგრევები თახით მოსილი ჭირსფარივით რომ დასქეს ქუთაის უხმოდ მეტყველებს. მოუვარეთ საქართველოს, მოუვარეთ ახალგაზრდობას. ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობებიან სულის მესაიდუნლიანი შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალატიონი ბრძანების და ცხონის კილოთი მეუბნებიან. მოუვარეთ საქართველოს, მოუვარეთ ახალგაზრდობას. ღამის წყდიარში ყურს მოუკრავ მდინარეთა გალობა სიმღერას, იწყებს მკვიცხლი რიონი, შემოძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი. მოუვარეთ საქართველოს. ნუ თუ ბატონო ჩემო, გუშინ წირომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა. არ გაგიგონიათ გაუთავებელი გამული ზახელი მისი ყოველი წვეთიდან. მოუვარეთ საქართველოს, მოუვარეთ ახალგაზრდობას. ყველაზე დიდი ლექცია, ყველაზე დიდი საუბარი, ყველაზე დიდი შეხვედრები, ყოველი ქადაგება უნდა ეხებოდეს უპირველეს ყოვლისა ერთ თემას, რომ როგორ აღუზადოთ, როგორ გაუზადოთ, როგორ გადაუჩიოთ საქართველოს მომავალი თაობა, როგორ შეიქმნას ახალგაზრდული ოჯახები, როგორ დავასაკონ და ხელი შეუწყოთ მათ. ამაზე დიდი სადადებელი და ამაზე დიდი პროგრამა ქვეყანას არ გააჩნია. ეს არის ყველას აზრი და იმედია, რომ ახალი პატრიარქი ამ მიმართულებითაც აუცილებლად ავიწონა სიტყვას იტყვის. ახლა შეეხება თამარ მეფეს ფშავში სალოცავი აქვს თამარ ღელეზე და მას უხმობენ როგორც აქიმ დედოფალს. რატომ მაინც აქიმ დედოფალი, საიდან მიიღო ეს ტიტული და ეს წოდება თამარ მეფემ? ისე კაცმა თქვა საქართველოში ვერსად ვერ გაველი, რომ არ იყოს თამარის მთა, თამარის გორა, თამარის ციხე, თამარის წყარო, თამარის არხი, თამარის ბზიანები მაღავსკაში და სადაც თამარ მეფეს ფეხი დაუდგავს, ყველგან ყველას და ყველაფერს თამარის სახელი ქვია, თამარის წყარო. ხო და ეს აქიმ დედოფალი საიდან მიიღო ტიკუნი ფშავში ამ სალოცავმა? საქმე იმაში, რომ პეტრე მოციქულიძესაც მიდიოდა და მისი ძმები, მათი ჭდილიც კი გზად, მათი დაფენილი ჭდილი სნეულებს კუნავდა. ამდენად თამარ მეფეს იმხელა მადლი ჰქონდა, იმხელა ძალა ჰქონდა, რომ მისი გავლისას ადამიანები იკურნებოდნენ და ამას წერს კიდეც ბასილიოზის მოძღვარი თავის ნაწარმოებში, თამარის ისტორიაში. ამდენად ფშავლებმა შეარქვეს თამარ მეფეს აქიმ დედოფალი და ხევისბერი, როცა მას ლოცავს ადიდებს, იხსენებს როგორც ჩიქილა ზინზილიანს, იმიტომ ჩიქილა არის მანდელი, ლეჩაკი და აი ამ ლეჩაკს, ანუ როცა გადაარტყავდა მდინარეს თუ ზღვას, იგი ჩერდებოდა, როგორც მოსე გააჩერა
მეწამული ზღვა და გაიამშრა და როგორც ილიას ხალენი. ამდენად თამარ დედოფალს ჰქონდა ეს მადლიანი ლეჩაკი მანდირი, იმიტომ რომ სისპეტაკეს ატარებდა და პრინციპში 7 ნათობიერობას აქედან მოდის, რომ შვიდობა ნიშნავს არა 7 სამეფოს, არამედ ადამიანი არის 7 წევრიანი არსება, ფიზიკური სხეული, სულიერი სხეული, მენტალური სხეული და აი როცა ყველა სხეული არის ერთმანეთში მშვიდობით, ესაა შვიდობა და თამარ მეფის დიდი სულიერება აი ამ ფრიან არსებას ანათებდა, როგორც მაცხოვარმა გაანათა თაბორის მთაზე, ამიტომ დაერქვა მას 7 ნათობიერი. ამდენად თამარობა იგივე თაბორობაა და ეს თაბორის ნათელი ყველა ადამიანს შეცაი. ახლა კი ჯობია რომ დიდ ვაჟას მოусვინოთ, რომელიც ულამაზეს ლექს უძღვნის დიდ თამარს. ქალო ქართველთა სულისგმაო, ქალო ქართველთა დედაო, ტყუილად ვამბობ შენ სიკვდილის თამას ცოცხალსა გხედაო, შენს თვალთა სხიმა ამაგზნო, დამათრო, ამაყბედაო, საუნჯევ საცნებისა ჩემის მიიღე ქებაო, გუში გვინთიხა ლამპრადა, ნათობს და არა ქრებაო, შენს და შოთაის მარჯვენას ვემთხვიე ზედი ზედაო, შენახარ ერის სიოცხლე, თავი არ მომიკვდებაო, მოწყაეთ გვექვენ ქართველთა ჩვენო ლამაზო დედაო. და ნამდვილად ვიცი ეს ამბავი რომ მოყოლილი აქვს ვაჟა წოწკოლაურს ფშავში არის სოფელი არბაჩხანი მაღავს კაის თავზე რომ იქაც არის თამარის წყარო როგორ დიდი ზამთარიც უნდა იყოს იმ წყაროს იგლივ 3 მეტრის რადიუსშიც არ თოვლი არ წყინვა არ ეკარება ყველაფერი დნება ამდენად იქ სადაც თამარის სახელია ყინვა და სიცივე ვეძლებს არა მარტო სწამთ ესე მხოლში მთაში ზოგადად არამედ ეს რეალობა არის ასეთ. რაც შეეხება მთავარ სამკაულს, ისტორია გადმოგვცემს, რომ თამარ მეფე იმოსებოდა სარკესინ სამკაულს იკეთებდა, ტაძარში რომ წასულიყო სალოცავად და ამ დროს მივიდა მხლებელი და ეუბნება, რომ მთხოვნელია მოსული, რაღაც აქვს სათხოვარი, თამარმა უპასუხა, რომ დამელოდოს და როცა გამოვიდა და დაასრულა შემკობა, ის მხლებელი მთხოვნელი წასული დახვდა და თამარმა მოიხსნა ეს სამკაული და ხახულის შეწირა ხახულის ხაზს, იმიტომ რომ თავარი სამკაული არის ის სიყვარული, რაც უნდა გასცე ახლობელთა მიმართ და არა ის თუ რა გამშვენებს ყელს თუ საყურეები და ეს არის დიდი ამბავი, რაც ახლა მე გითხარი და მეორე მინდა მოგიყვეთ თამარის თეორემა რაში მდგომარეობს. როდესაც აღიმართა ვაჟა-ფშაველას ძეგლი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ედუარდ შევარდნაძეს ჩამოყვანია სტუმრად ბიჭურ ბაძიშვილი, იახსის ხევისბერი და სიტყვა მიუცია და პაპა ბიჭურს უთქვია, დედამ უამბო თამარსა შვილო სიზმარი ვნახეო, საწუწუს ჯამში ჩავხედე ხმელეთი დავინახეო, მთელი იყო შენი ქვეყანა შეგნებით შეინახეო. და შევარდნაძეს გაკვირვებია, რომ ამითო მე მიმანიშნებო იმასო და მესანიშნებელი რა არის ყველა ხელისუფალმა, ყველა მწყემსთავრმა უნდა შეგნებით შეინახოს ქვეყნებაო. აი ეს იყო თამარ მეფის დედის სიზმარი. ახლა შეეხება თამარ მეფის სიზმარს, რომელიც უნდა ვაქციოთ თეორემად. მოკლედ თამარი უყვება სეფექალებს, რომ წუხე სიზმარი და ამე სიზმრა იყო ჩვეულებრივი ტახტები, სავაძლები და ერთი მოოქროვილი და მოჭედილი ბრილიანტებით. წავედი და ჩავჯექი ამ ბრილიანტებით მოოჭრილ სავაძეში და ამაყენეს. ანგელოზზე მე ესო შენი არალიო სეფექალების არისო და აბა ჩემი რომელია და აი უდარესიო მიმიშვიესო და მე გამიკვირდაო და მე მითხესო იმ შენი მხლებელი ქალების მოქსოვილი ეს სამოსი ძალიან ბევრ ღვთისმშობლებს აცვიაო და შენ არაფერ გაიკეთებიაო სამაგისოო და როდესაც ხარება შეამჩნია მხლებს თამარ მეფემ მაშინ თამარმა გაიღება და უთხრა პირიქით უნდა გიხავდეთო მე მეგონა მეფობა იყო საცნუება თურმე პირიქით საცნუება ყოფილა მეფობაო და იმის შემდეგ თამარმა თვითონ ხელსაქმობას მოკიდა ხელი. ახლა შეეხება დღევანდელ თემას
ეგრესება ლუხუნსა მე მინდა ერთი ასეთი ლექსი შეგახსენოთ იამბე ციხის ნაშალო რა დრო გაქვს გამოვლელიო ვისი რა აგებული ხარ ვისი რა ჩამოშლილიო ერთი თქვა ციხის ნაშალმა ძალიან გასაკვირიო შალვა ის აგებული ვარ სინსამეთ გაზირიო და ერთი ყოფილა ღულერი ალშაურელი ბერიო იმანასწავლა კატაი ზედ ხეზე დასაკვლილიო და მოკლედ ეს საუბარი ეხება ოდესაც ზურა ბარაგვის შეისწავი ავიდა ფშავ-ხევსურეთში დასალაშქრებად და ოდესაც ვერაფერი ვერ დააკლო ფშავ-ხევსურეთს მიხვდა რომ მათ ზეციური ძალები შეეწეოდა და ფშავშია და ხევსურეთშია სასწავლეს აი ეს უწმინდური ძალა რომელიც ხმალას ხეს ან ბერმუხას მოჭრიდა რომელიც ამაგრებდა ოქროშიფს და ბოლოს წერია რომ შიბით საგენ წავიდა წიოდა როგორც გველიო ეს სიტყვით გაწყდა შიბი გაწყდა კავშირი მიწას და ზეცას შორის ვაჟა ფშაველას პოემა ბახტრიონი ეძღვნება ამ შიბის აღდგენას ეხლა ჩვენ კარგად გავიგოთ რა ფენომენებთან გვაქვს საქმე უნდა გარკვეული რამეები დავაზუსტოთ კერძოდ რა არის შიბი ფშაველთა და არა მარტო ფშაველთა წარმოდგენით შიბი არის ოქროს ჯაჭვი რომელიც უხილავად არის გაბმული მიწიდან ზესისკენ გორიდან გორაზე ხატიდან ხატში და აი ამ უხილავ ბილიკებზე უხილავ გზაზე დადიან ღვთისმშობლები ერთმანეთთან მოდე მოძმენი ამდენად არაფერი არ შეედრება ხევისბერის სადიდებელს დამწყალობლებას როცა იხსენიებს ღმერთს კვირიას ღვთისმშობლებს და იხსენიებს როგორც ღვთისმშობლო ღვთისანო ვასკლარო ცისანო და მოდე მოძმენო ერთუთისანო აი ეს მოდე მოძმენი ერთმანეთს სტუმრობენ და ვაჟა ფშაველამ თავის პოემას სტუმრობ მასვინძეს აქედან დაარქვა სახელი ოღონდ როგორც პოემაში ვერ გავარკვევთ ვინა სტუმარი და ვინა მასვინძელი ხან შეიძლება ზვიადაური იყოს სტუმარი როცა ისმენს და უყვება ყველაფერს ჯოყოლა და ჯოყოლა ფიზიკურა და მასვინძელი აი ესევე აქაც ვერ გაიკვევა ერთმანეთთან მიმოსვლა უხარიათ და ამას ხვდებიან კიდეს ეს სიტყვით ამას ქვია ოქროს ჯაჭვი როცა ღვთისმშობლები ჩამოდიან მიწაზე და უნდა დაეხმარონ თავიანთ საყმოს და შეეწიონ ფიზიკურად ვერ კონტაქტობენ ამიტომ გაფენენ ჰაერში ოქრო ქსოვის აი ოქროს ქსოვიზე შედგებიან იქიდან ეხმარებიან და ებრძოდნენ უკეთურ ძალებს თვითონ ყველა მოყმეს ანუ კაიყმას ანუ საყმოს წევს ამათი სალოცავის ქვია ოქროს ღილი რომელიც დაკერებულია რა ქვია აი უფლის კაბაზე სამოზე ამდენად ყველა მისი შვილი იწოდება ოქროს ღილად და ბოლოს ასეთი ლამაზი ფეხისა ისრულდება ლაშარის გორზე ლაშარობისას ლაშარერა ის ლურჯასა ფაფარაცხავის გიშისა წავა და გაემართება კოტორ გაყვება ნისლისა თავის ყმად ჩაიშორება ხანომარიყოს მისვლისა ანუ არ ჩანს ლაშარის ჯვარი მას მოსავს ნისის კოტორი და ამიტომ როცა დაინახავენ მთაში ნისს აი ამ ნისის კოტორში ყოველთვის იგულვებენ რომ ღვთისმშობლი მოემართება მათ მისაშველებლად და საშველად ეს სიტყვით თუ გვინდა რომ გავიგოთ მთელი სიდიადე აი ამ სინაზის სიწმიდის უნდა ესტუმროს ადამიანი მთას ფშავ-ხევსურეთს და ძალიან ბევრი რამე საცნაური გახდება და ეს იყო ის მიზეზი და მოტივი რამაც ანა კაანდაძე მიიყვანა უკანა ფშავში შუაფხოში და მთელი თავისი ყმაწველი ქალობა იქ გაატარა ოჩიაურებთან და თავის მეგობრებთან და მთელი მისი პოეზიის დიდი ციკლი ეძღვნება მთას და იმდიდ სიბზნეს ბერი გიორგი მეც ვიყავ ცასვები ოქროშებითა გორაზე მედგა ბერმუხა ზედ ავდიოდი კიბითა ჩემს საყმოთ შამონაზღვენი ღმერთთან ამ ქონდა იქითა
მაგრამ აი ეს შიბი გაწყდა. თვით ვაჟა-ფშაველას დედა გურქანი რომელიც ხოვდა სხლოვანში ამბობს რომ მე და ჩემი მიზაშვილი ვიყავით აივანზე გვეძინა და დავინახეთ არ ვიცი სიზმარი იყო თუ ხილვა იყო კიბე ლამაზი კიბე ნათითმოზელი სადაც ადიოდნენ და ჩადიოდნენ ანგელოზები და მწყებრ ხმაზე მღეოდნენ რომ ამდენად ეს კიბე ეს უხილავი კიბე არსებობს ეს შიბი გაწყვეტილია და ვაჟა-ფშაველას პოემა ბახტური ენძღვნება ზუსტად ამ გაწყვეტილი შიბის აზრიანას რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ისეთი რომ ეს შიბი ანუ გაწყვეტილი კავშირი უფალთან კვლავ აღდგეს და უფალი კვლავ შეგვეწიოს. სხვათა შორის არ ვიცი მამა თუ ძველი ვინმე ბიძამისი უყვებოდა ვაჟა-ფშაველას ერთი ფანზე რომელიც მისი მუზეუმის გადაღმა გორაზე ახუნ გორაზე იდგა იფანი და იმ იფანს ურთხონდა ყველანი აზოხამი დიოდა ახლოს და რატო რო უკითხავს ვაჟა-ფშაველას აქო ხდებიან ღვთისშვილებიო ისვენებიო და მე გადადიანო აი ამ თავიანთ საბრძანებაშიო და ვაჟა-ფშაველას ყორი აუგია შემოულია იფნისთვის იქ გადამიქო და ჭრიდა სანთესათედა და შეაკრეს ვაჟას იფანი ამდენად ღვთისშვილები ანუ ანგელოზები ჩვენ გწუნობენ ასე დიდი მოგწალები და მოწედებით იყო გამშრალული ჩვენი დიდი ვაჟა სხვათა შორის მე მინდა სამ საუბარს გავაძლევ გითხრათ ლუკა რაზიკაშვილმა დაირქვა თუ დააკვეს ვაჟა-ფშაველა ეს დაარქვა ნათლულმა დავით ციცკაშვილმა პეტერბურგში ნამდვილი ვაჟი ხარო მაგრამ როცა ერთიან საქმეს ემსახურებოდა ილია აკაკი და ვაჟა ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ილია კახელი აკაკი იმერელი მაშ ვაჟა რატო აირჩია ვაჟა-ფშაველი ეს როგორც კუთხურობის ტერმინი არ არის ეს ფშაველა არ ფშაველი არის აირჩია ვაჟა-ფშაველა როგორც დიდი სიწმინდის დიდი მისტერიის და დიდი იდუმალების კუთხე და ეს ციკონი ნიშნავდა იმას რომ აი ამ ფშავის მიღმა სახეის მიღმა დევს უდიადესი ცოდნა სიწმინდე და მიტომაც შეერჩია ეს ვაჟა-ფშაველი ამდენად როცა ჩამოდის ვაჟა-ფშაველა პეტერბურგიდან ბრუნდება თავიდან არა მაგრამ შედეგს ერთ წელიწადში გაიხადა ევროპული სამოსი და აი შეიმოსა ასეთი სამოსით ფაფახით წვინდაც მწყებს მთავარია ვაჟა-ფშაველა აი აქ ამ სურათზე მთელი ცხოვრება ასეც გაატარა ანუ ეს იყო შეგნებული პერფორმანსი ანუ ნაბეჯი რომ უნდა ყველა პოეტი იყოს თავისი ერის ჭეშმარიტი მწყებსი და გაუძღვეს მას და კერძოდ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ ვაჟა-ფშაველას ლექსებზე, ნოველებზე, მოთხრობებზე, პოემებზე მაგრამ რაც ვაჟამ გააკეთა როგორც მოღვაწემ რამოდენიმე ამბავს ჩამოთვლი ამბავი პირველი რომ მოიწვია 1595 წელს მაღაურსკაში ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში დიდი კრება და აი ამ კრებაზე მიიღეს თელებმა თეზისები შეადგინეს და ამ თეზისებმა შეიტანა წვლილი რომ გადარჩა მთელი ტყეები, მიდამოები, საძოვრები და ყველაფერი გაჩანაგებას ბევრი ტყე ხატის ტყეს გამოაცხადეს ამდენას რომ ყოფილიყო დაცული ფშავ-ხევსურეთი ამ ვაჟა-ფშაველას ამ ძალისხმევამ გამოიღო შედეგი ეს სიტყვით თავისი კუთხის და არამარტო კუთხის მთელი საქართველოს ჭეშმარიტი პატრონა ჭეისუფალი იყო 1905 წელს როდესაც გურიაში შევიდა დამჯელი რაზმი ალიხანო ავარსკის მეთაურობით მაშინ ვაჟამ ჩამოიყვანა ნორაში ფშაველი და ხევსური და მიყავდა გურიაში მათ შორის დიდი წვლილი შეიტანა ილია ჭავჭავაძემ დავით საჯიშვილთან ერთად კახეთიდან მთელი მამასახლები ჩამოვიდნენ იოსებ იმედაშვილთან ერთად და მოკლედ იძულებული გახდა მთავარმართებელი რომ დამჯერი რაზმი გურიიდან გამოეყვანათ როდესაც გადაწყვიტეს 1999 წელს ჩაესახლებინათ შირაკში რუსები აი მაშინ ვაჟა-ფშაველამ ითავა თუშ-ფშავ ხევსურთა ჩასახლება ქვემო ქედში, ზემო ქედში, არხილოში და იქიდან მივიღეთ აი ეს დასახლებები რაც ახლა არის და ვაჟამ გადააჩინა კახეთი შირაკი აი ამ ტერიტორია რო არ დაიკარგა ამდენად ეს
ვაჟას დიდი წვლილია ყველაფერი ის რაც ხდებოდა საერთოდ და ამ დროს ვაჟა-ფშაველა იყო 28 წლის ანუ 28 წლის ადამიანს ჰქონდა იმხელა დიდი ავტორიტეტი რომ თუ კი რამე სადავო საკითხი ხდებოდა წყევსობის თაობაზე თუ გინდა თუ შედა ფშავლებს შორის ვაჟა იყო მთავარი და ვაჟას სიტყვას ვერავინ წინ ვერ აღუდგებოდა ამდენად ლუხუმი თვითონ ვაჟა და როცა საუბარია იმაზე რომ ესე იგი მოვიდა ბერი ლუხუმი ლუჯა მაიღოთ ქერანიო ეს ბერი აღნიშნავს დაბერებულს საეკლესიო გაგებით ბერს ბერი არის ნაწილიანი ღვთისკაცი ასეთი ნაწილიანი იყო ლუხუმიც და ნაწილიანი იყო ვაჟა-ფშაველას რაც შეეხება ლურჯას მე საგანგებოდ ვიკითხე რომ ლურჯი ცხენი არ არსებობს ბუნებაში ლურჯი ცხენი არ არსებობს ამდენად იგი გალატიონის ლურჯაცხენები შემდეგ ფეხისაიში ლაშაეს ლურჯასა ფაფალასხავის გიშისა აგერ რა ქვია ლუხუმის ლურჯაცხენზე ამიტომ ხშირად იხსენება ეს ლურჯაცხენი და რეალობაში ლურჯაცხენი არ არის მე ვკითხე მთაში ამის თაობაზე და მიპასუხეს რომ მართალია სწორია ლურჯაცხენი არ არის მაგრამ სერი ცხენი ანუ რომელიც გადადის სითეთრეში თეთრი და სერი ცხენი როცა ბრძოლით იღლება და ეს სისხლი მოაწება გულმკერდზე და იმაში ის ლურჯფერში გადადის ამიტომ ლურჯაცხენი არის სინონიმი და ეპითეტი ცხენის რომელიც მუდამ იბრძვის და მუდამ დაუღალავია თავის ხედათან ერთად ამდენად როცა შეხვდება ლურჯაცხენი მაზეზის ბატონი ღვთისშვილი თუ კონკრეტული პიროვნება უნდა გვახსოვდეს რომ ეს პიროვნება არის მუხჩაუხელი და დღემდე თავის საკმოსვის იბრძვის და არ ჩერდება ამდენად ჩვენ მივადექით მთავარ საკითხს რომ ლუხუმი უნდა გადაიქცეს ცოცხალ სვეტად ან ცოცხალ ბერმუხად რომელზეც აი ეს ღვთისმადლი გადმოვა და იმიტომ აიყვანა ვაჟა-ფშაველა მეღისება ლუხუმს და დაშაეზგოზე შადგომა ლუხუმი უნდა იყოს არა რიგითი მორწმუნე რომელიც ლაშარობას ესწრება არამედ უნდა გადაიქცეს იმ გაწყვეტილი შიბის ცოცხალ შიბად და ცოცხალ სვეტით ცხოველად აი როგორ უნდა მოხდეს ეს ეხლა მოდი ჩვენ პოემას მივყვეთ პოემა კი იწყება ასე დღემ დაიხურა პირბადე თემა დახუჭეს თვალები ქალი ქვითინა ზღრუბე და ზაითქვეს შესაძარები ანუ ბუნება გლობს რაღაცა კატასტროფა მოხდა მოგეთ საათას ხდება კვირია თუ შედან გამოგზავნე მწყემსი და საათა მახვედი შილობით შილო წყალობა ხატისა აღარ მეგონა თუმამრი კიდე მიწაზე დადისა ანუ დიდი ომი დიდი უბედურება წვევია ფშავს და მამაკაცი აღადადის და საანთ არის მარტო მისული ხალხი აუნთია სანთელი ხადა გაუჭრია საკლავს კლავს და გაუგრებული კვირია ეუნება დიას ვინ მოგცა ისნება საკმე აკეთო მამრისა ეტყობა ჟამინ დამძგარა იმ მეოდ მოსვლის წამისა საანთა უკაცურთ კაცობა გმართებს სანამ სულიკ ჩავპირშია ხატი შეგვიდობს ღმერთსა რო გნახავს გასაჭირშია ანუ უბედურება ხდება ფშავში და კვირია ეტყვის რომ არანახული უბედურება კახეთში ხდება სადაც საქვია კახეთში აი ამ სიწმინდეს ხდიან თათრები ღალად უკითხავად შედიან წირვა აღარ ტარდება და ჩვენ ტაძრებში ახლა მოლები გალობენ და გამოგზავნა ზეზვა გაფრინდაონმა ამ დიდმა გმირმა სახალხო გმირმა რომ მოუწოდე ხესურებს და ფშავლებს რომ ეგება ჩვენ კახეთს უშველოთ მთელი კახეთი ქცეულად ჩიქილა მოხდილ ქალადა ამდენად რა ქვია სანათა იმედი აქვს ფშავლების ვინც გადაჩაკიდა ხესურების მაგრამ იმედი არ აქვს ზეცის და ამურ საათას საოცრას იტყვის რომ იქნებ ინებოს ბატონმა გაგმარჯვები იყოს მტერზე და თუ ამას გავიგონებდი არ ვიგლოვებდი მტერზე და იმავე დღეს შილო დედილიო ჭეს ჩავიცონდი კაბასა ანუ რატომ არა ღმერთის იმედი საათას საათ ამბობს საოცრას იტყვის გვიშე ლაშელო დავჭიდა შეინთავია გვიჭირს და გამოგვაყენე
შეუმოსავი ძალია. ანუ აღარ და ვეღარ შეეწევა ზეცა ქვეყნიერებას, ანუ რაღაც კავშირი გაწყვეტილია და ამას სანათა ეს დიდი ქურუმი ქალი გძნობს, რომ ღმერთმა ხელი აიღო ჩვენზე, თორე ეს უბედურება, რომ შვიდი ვაჟი გაუწოდა მისი მეუღლეს, მათი მამა და მათ მარხას ოცაკვირია მივა, ესე იგი ეს უბედურება არ ეწოდა ფშავის ხევს. აი ამ გაწყვეტილი კავშირის აღდგენისკენ არის ეს პოემა მოწოდებული და უცბად საოცარი რაღაცა ხდება ამ პოემაში. კერძოდ, სამ გადიბანა პირიდან მური ნაცხები ღრუბლისა, გადაეფინა სამყაროს ლოცვა კურთხევა უფლისა. შადექით ყვირის ლუხუმი სამკლავიანი ცხენთა, ვერა ხედავთა ბატონი წიმი გძღება ცხენთა. ანუ ესე იგი უკვე ფორმა გადაწყვიტა, რომ შეეწიოს აი ამ ბრძოლაში, ბახტრიანის ბრძოლაში თუ ფშავ ხესურებს. ბუნებრივია ლოგიკური კითხვა ისმის, რომ თუ აქამდე განწყალი იყო ღმერთი, ახლა უცბად რა მოხდა ისეთი, რომ ღმერთმა პირი იბრუნა და ეხმარება ამ ზეციურ მხედრობას ბახტრიანის ომის მოსაგებას. რა არის მიზეზი? მიზეზი რამოდენმეა. პირველი მიზეზი, ეს კვირია ეწყის ლელა ბაჩეს, რომ შენ დადა მეძმაო, მოდი თავი გავწიროთ, შევიდეთ იქ ბახტრიანში, კარებს გაგვიღებენ, ვაჭრას გადავიცვამ, ვითომ შენ მიგვარე ხოთქარს, ამ პირობაზე დამდგარი, ორნი გორიგორ ჩადიან, ოღონდ ეშელო ჩვენ ჯასა ორ თავს სიკვდილის წადიან. ანუ დაინახა ღმერთმა ორი ადამიანი, ორი გაუხარელი ადამიანი, ლელა ბაჩელი და კვირია მათვრელი, დობით ძმობილები თავს წირავენ ქვეყნის გადასაჭიან და ღმერთმა თუ კი რამე დანაშაული ანუ უკადებელი იყო და რაღაცის გამო იყო განაწყენებული, პირი მოიბრუნა და ვიმეორებ ამ ღვთაებრივ სიწყებს, არა ფშავს, არა ხევსურეს, არა უკანავშოს, არა ბახტრიანს, არა კახეთს, არა საქართველოს, არამედ იმ დიდი მადრის გამო სამ გადიბანა პირიდან მური ნაცხები ღრუბლისა გადაეფინა სამყაროს როცა კურთხეუფლისა, ესე იგი ამ ნათელმა მთელი სამყარო გაანათა. აი რის კვლევა ძიებაშია ვაჟა ფშაველა. მოძეუნება ქადაგი რომ წამოვაო, ბატონიო და დაგეხმარებაო, გაუგნებული საქმე ეუბნება მოლაშქრეები, ესე იგი ლაშქარი ეუბნება, ვინაცვეთ მაგის დავლათსა, ღირსინც არავათ ნახვისა, რად კაზრობს ადგილი დაძვრა, საქმო რად ვყევარ თავისა. პასუხი, უყვარან თუშ ფშავ ხევსურნი, დამდგარი ერთსა პირზე და უთხრა პასუხად ქადაგმა დგარმა საჯარის თხილზე და ან როცა უფალი ჩვენს ერთობას ხედავს, ამ ერთობის გამო ზეცა პირსიბრუნ ჩვენსკე და უფლის წყალობა გადმოედინება ჩვენზე. თუ ეს ერთობა დაირღვა, მაშინ სულ ტყილად ვატარებ ჩვენ წირვას, ლოცვას, ხატვებს, არავით აი წყალობა ზეციან ჩვენზე არ დაიშვება. ყველა საუნდგა საგზაო საჩქაოს ნადუღარია, ადიდეს ლაშაი ჯვარი, თამაის ნაჩუქარია, ადიდეს დიდი თამარი ის ღმერთთან წინა ყარია, თავის ამაგით, სიტყვით და ამაგით ხმელეთი დაუფარია, მოიხსენიეს მხედანი, ვინც ვერზე დარჩენ მკვდარია, არსა და მათთვის სამარე დამიძა ზედ საფარია. აი ესე მედიან უკვე ჩვენი მეომრები კახეთში, რომ კახეთი გადაარჩინო, მაგრამ რაც ახლა ხდება და რასაც ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ, მსგავს რამეს ალბათ ვერ მოიცენ აი ამ სასწაულს კერძოდ. რა ხდება? აი ამ ბრძოლის წინ როშკით მოვიდნენ ხევსურნი, სუმეჯაუნი ცხრანია, ამღითა ბადაგიზენი, ჭინჭარაუნი ძმანია, გუდანეთ ჩამაზღოლია, ხოშერეული ხარია, ხევსურს რომ ზომა მთისამა წინ მაინც ზღვაეს ქარია, ჭორმეშეთ ჭირეთ ბიჭებსა, ღულელებიცა სტანია, ხახმატეთ ცხენის ფეხის ხმამ, შააზიერამ თანია, გრური დააწვის ნაბიჯი, მოკლედ გადმულეს გზანია, თითო ხევს არაგვისასა თა მოძებს რაშკი ზღვარია. ფშავლის შვილების მოვიდნენ სულ თქმა თან მოყვა ჩქამია, რა საამური დრო არის, რა საამური წამია. ამდენად საამური წამია, როდესაც ქვეყნის მტერთან საუბრად ყველა სოფელი, ყველა ხევი აღდგება და ამ ერთობას ხედავს თავად უფალი. ამდენად ვაჟა ფშაველას
პორტრეტს რომ თავზე ბახტრიონი ადგა ამით ალბათ ჩემს მეგობარს ლევან ნოზაძე იმის ხარცუდადა რომ ვაჟა თვითონ იყო ბახტრიონი ანუ ვაჟას მთელი ცხოვრება იყო ერთი დიდი ბახტრიონი ბრძოლა ერთის მხრივ ციხესიმაგრე იყო ვაჟა ქვეყნისთვის და მეორე მხრივ ბრძოლა იყო დაბადებიდან სიკვდილამდე და მისი მთელი ცხოვრება და არა მარტო ვაჟა არამედ თვითონ ილია ჭავჭავაძის სახე ილია ციხესიმაგრეს ნიშნავს ამიტომ უნდა თითოეული ადამიანი ციხესიმაგრედ იქცეს თავისი მამულისა ეხლა იმ შეკითხვას უნდა უპასუხოთ კიდევ ერთხელ რომ როდის ინებებს უფალი გაგბაჯები იყოს მტერზე და როდის არ ინებებს სამეგროში არსებობს წყინვალე გამოთქვა იქნებოდეს იქნება ანუ მე კი მინდა რომ ეს მოხდეს იქნებოდეს მაგრამ აი იქ ზევით ზეცაში ღვთისნება იქნება ეს წყინვალე რაღაც გამოთქვას ჩვენს მეგობრებს სამეგროში ამდენად რო გავიკოთ ესე იგი კიდევ ერთხელ რომ უფლის წყალობა როდის შეწება ჩვენზე უნდა ქართული ზღაპრის დასაწყისი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იყო და რა იყო და ღვთის უკეთესი რა იქნებოდა იყო შაში მგალობელი ღმერთი ჩვენი წყალობელი ყველას გონია რომ კი ბატონო შაში გალობს და ღმერთი წყალობს ეხლა ასე ტრადიციული ეს არის მოდელი ანუ უფალი რომ შეგეწიოს ვინა შაში მგალობელი არის ამ ზღაპრის ნებისმიერი მთავარი პერსონაჟი რომელსაც გარეგნულად კი ბატონო შავი სამოსი მოსავს შაშვით მაგრამ ოქროს ნისკარტი გააჩნია იგი მაინც უჭირს გალობს ყულხინს გალობს ებრძვის თავის მზეთ უნახავს მაინც გალობს აი თუ კი ადამიანი ყველა გაჭირვებაში თავის მეობას თავის ღირსებას ინახავს იმორჩილებს უფრთხილდება აი მაშინ ღმერთი იქნება ჩვენი მწყალობელი აი ეს არის მთელი ზღაპრის ყველაზე მთავარი სათქმელი და მე მინდა რომ აუცილებლად შევეხო აკაკი წერეთელის ბაშკიაჩუკს იმიტომ რომ ბაშკიაჩუკში ხდება როდესაც შემოდის კირილე მღვდელი და ყვება სიზმარს რომ აი გველაშაბის შემოხვევია ბახტრიონს და როცა აიღეს ფიცლები ნაჯახები ყველაფერი და წავიდნენ საომრად მაშინ წამოვიდა წმინდა გიორგი და გველაშაბი განგივია ლოგიკური კითხვა კი მაგრამ მანადის ეს ხალხი აიღებს ამ ფიცლებს და კომბალებს და წალდებს მანადის გაეგებნა წმინდა გიორგის გველაშაბი და მოეშორებინა ეს მტრული ძალა არა და ვერა თუ ხალხმა აქ ხელი არ გაატოკა და თავის მოხთვის წინათ საფრთხო წმინდა ბრძოლა არ გამოაცხადა ისე ზეციური ძალები ვერ დაგეხმარებიან ეს იყო აკაკის დიდი განაცხადი იმ ლამაზ მოთხრობაში ამიტომ ახლა დიდი მოვლენაა ბახტრიონი რომ ცალკეს აკაკი წერეთელმა უძღვნა მოთხრობა ცალკეს ვაჟა-ფშაველამ და ბოლოს მივადექით მთავარ ფენომენს ეს არის როდის ვერ მოგვერევა გველაშაპი ანუ მოდიოდა ეს ნებისმიერი მტრული ძალა არის გველაშაპული ურჩხული ძალა და უნდა შევეხოთ აუცილებლად ამირანის მის და სულ რაღაც 10 წუთში ჩვენ დავავთავეთ საუბარს მეგობრებო ძალიან ხშირად გავიგონთ ჩვენ მთაში რომ ანდრეს მართალას ანდრეს ცოცხალას ანუ ამ ლეგენდებს ამ მითებს ამ ზღაპრებს იმიტომ კი არ წერდა იმახსოვდა ქართველი ადამიანი რომ ზღაპარი წაეკითხა რომ კარგად დაეძინა ადამიანს ანდრო გაიყვანა იმიტომ დიდი საიდუმლო და დიდი იდუმალება შიგნით ჩადებული კერძოდ რა არის ამირანის ლამაზ ზღაპარში ერთი ყოველ შემთხვევაში კონკრეტული რამე და თქვა და ყველაფერს ხადია უზამაზრად დოჭიდება კერძოდ ამირანს გადაყლაპავს ერთ-ერთი გველაშაპი რომელიც დაინდო ეუნებია ძმები მოკალიო და ამოკლა ამირანმა გადაიცვა გველაშაპად და ეს სიტყვით ამირანი არის ამ გველაშაპის წიაღში და გველაშაპმა შთანთქა იგი ეს ურჩხული გველაშაპი ეუნება დედას რომ მუცელი მგრემს კვდები და დედა პასუხობს დარჯერანიზე ხوار გადაგეყლაპიან ჩაგენთქია და მიხვდება გველაშაპი ვიცან საქმე რომ მაშინო გამოსავალი მარტო ერთიაო მიდი რომელიმე ბოსთანო ბორცო გარშემოერტყიო კუდი პირი დაიჭირო კუნთები დაჭიმეო და ამირანი დაამტრიოთ რომ იმას ვერ მოინერეფო ასეც მოგიჩევა ვეშაპი მივა მაგრამ კუდი მოკეცილი აქვს წაჭრილი აქვს
უსუფმა ის არის ესროლა და კუდი ესე იგი ჩამოწე გველაშავს დასკვნა საქართველოს ისტორიის მანძილზე უამრავ ერს უამრავ ურჩხულს უამრავ გველაშავს უნდა რომ ჩვენ შთანთქვა და მონელება მაგრამ ვერ მოგვინერეს რატომ იმიტომ რომ ამირანივით ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხალხი ვართ მანამ სანამ ადამიანი სოფელი თემი ერი ამ ღვთაებრივი ცეცხლს და ღვთაებრივი ნაბეჭდას ინარჩუნებს არც ეს გველაშავს არც ეს ურჩხულს ჩვენი მონელება არ შეუძლია და მეორე კუდი ქონა მურჭილი და მოკვეცილი მისი ძმის უსუფის ისის მიერ რა არის ეს კუდი ეს კუდი არის ისეთი ადამიანების ერთობა რომელიც თავიანთის წყნად ცხოვრობენ მიყავთ წუთსოფელი არჩანან მანამ სანამ ქვეყანზე არიან რევაზ ინანიშვილის გმირებივით გოგლა ლეონიძის გმირებივით ლევან გოთუას გმირებივით გარეგუან უჩინარი ხალხი გოდეძი ჩოხერის გმირებივით რომელიც თითოეული ადამიან ძეგლი უნდა დაუდგა და ცალკე მოთხრობა და ცალკე კინოა აი მანამ ქვეყანას გადაჩენა უწევია და ასეთ უცხოს მათი მონელება არ შეუძლია იმიტომ რომ ვერ ხდება იმ წრედის შეკრა ამიტომ მათი წყალობა რომ ქვეყანა აქამდე მოვიდა და აქამდე ვარსებოთ ახლა რაც შეეხება თავარ შეკითხვას ბოლო როდის შეგვეწევა უფალი მოდი დავაჯამოთ სულ ყველაფერი ნახე რა წერია ყმათად მიმცემო ძალისა საყმოს საშველად მშიერო თავის ყმათ ჩაეშველება ხანმარ იყოს მისვლისა კაი ყმა უყვარს ბატონსაც წყალობა ემეტებისა ანუ უფალი წყალობს იმას ვინ თავისი ყმა არის ანუ შენ თუ არა მისი ჭეშმარიტი შვილი არ მოგეშველება და კერძოდ კაი ყმა უყვარს ბატონსა წყალობა ემეტებისა ვაშკას იმედიანი ჩვენ ბატონს ებედებისა ვინ არიან იმედიანი ვაშკაცნი ისინი ვისაც ღვთის იმედი გააჩნია თუ პირიქით ის ხალხი ვის იმედიც ღმერთს გააჩნია იმედიანი ვაშკაცნი არიან ყველა სოფელში ყველა საყმოში ყველა ჩვენ სამშობლო თითოეულ კუთხეში ვისი იმედიც გააჩნია ღმერთს ეს არიან იმედიანი ვაშკაცნი და ღმერთს ეიმედება მათი არსებობას მადლი ჩვენ იმედიანები არ ვიქნებით ღვთისთვის წყალობა ჩვენზე აგადმო ამიტომ მთელი ჩვენი დღევანდელი ლექცია საუბარი და ვაჟა-ფშაველას უკტავი პომაც ეძღვნება ამ გაწყვეტილი შიშების ადგენას და იმას თუ ღმერთმა როდის მოიღოს წყალობა ჩვენზე და ბოლოს როცა ვაჟა-ფშაველა წეს რომ შიშველი დავდივაო და ტანთამაცე და ფეხდარმაცეო და სუსკაბა არ მიცვიაო კი არ წუწუნებს ამ შემთხვევაში ვაჟა-ფშაველა ლაპარაკობს თავის საწყებას კი არა ვაჟა-ფშაველა აიგივებს თავისას როგორც ადამს და თავის მეუღლეს როგორც ევას ანუ ჩვენ ვართ იმ ადამ და ევას ფიზიკური და სულიერი შვილები ამიტომ ასად მაცვია ას ფეხთა დავდივა დედის შობილა მეც იმად ჯოგიდანა ვარ ვინც სიღარებით ცნობილა ამ წუთსობის თონაში ბევრი სხვას გამოცხობილა ჩემს გარდა ასეთ ყოფაში მრავალი სხვაცა ყოფილა აქედან გამომდინარე ვაჟა საკუთარ ფიზიკურ სათქივას კი არ გვეუბნება იმას რომ ღმერთი ჩვენ ამ თონეში გვაცხობს ჩვენი ტანჯი ჩვენ სიღარებით გაჭირებული თავისი გაჭირებით ცხონება შენ გაჭირებული შეეწევი მაგით გადარჩებიო და ეს ლექსი ბოლოს ასე მთავრდება ხაზ გევარ ნაია რაღაც რქით მიწას აჩხერ გუბუნებ ღმერთო სამშობლო მიცოცხლე დღედაღამ ამას დუზუნებ და ამბობენ მოწყალების დას აქვს ნათქვამი რომ ბოლო სიტყვები ვაჟა-ფშაველასი ყოფილა შვიდობით ჩემო ქვეყანავ ტანჯული შვილი გშორდები თუ რამე ვალი მივყვება იქიდან გაგისწორდებიო ვალი როგორც ასეთი ნიშნავს იმ სიყვარულს იმ სიოცხლეს გაუმარჯვებას თავის სამშობლოთი რო ვეძღებ ადამიანი ამიტომ დიდი ნიკო ფიროსმანი დიდი ვაჟა-ფშაველა ილია აკაკი ყველა კლასიკოსი ყველა ჩვენი წინაპარი რომლებიც საფრთხეშიაც რეისუნებენ მათი ვალი არის ის რომ იქიდან შეგვეწიონ ამას ეძახიან მთაში მგებრნი არიან არა ისინი მარტო ვინც გადაცვილის სურს ეხიდება და ეხმარება ამ სამზეოდან იმ მაადგილობაში გადასასვლელად ამიტომ მგებრნი ეგებებიან ყველა იმ
უბედურებას რაც უნდა გვეწიოს და ძალიან ბევრ უბედურებას გვაუწყებენ, გვაჯანჯღაებენ და გვაფხიზებენ. ღმერთმა დაკოცოთ გილოცავთ თამარობის მალე შეგეწიოთ და გაუმარჯოს ყველა იმ დიდ წინაპარს, რომელმაც თავიანთი მთელი ცხოვრება მიუძღვნეს და შეწირეს ქვეყანას. აბა რა არის 54 წელი, 54 წელს იყო ვაჟდაფშავი, როცა განესრულა. ამდენად როცა ადამიანი იცხოვრე მარტო ეთის სულის თქმით, ანუ როგორც ვაჟდა გვინს ათქვენებს, მაშინ რაღაცნაირად სიცოცხლე სული რათა მცავ პირშია, თუ კი არ გამოადგები ქვეყანას გასაჭირშიაო და მათი სალოცავი იყო მხოლოდ ღმერთის სამშობლო მიცოცხლეო. ღმერთმა სამშობლო გიცოცხლოთ, ასეთი ტრიადაც ჰქონდა, ასეთი საიმბაც ჰქონდა ილია მეორე და ილია მეორის ჩვენი პატრიარქის ანდერძის იყო ღმერთი, სამშობლო და ადამიანი და ჩვენი დღევანდელი ლექციაც ეძღვნოდა ღმერთსაც, სამშობლოსაც, ადამიანებსაც და კონკრეტულად ახალგაზრდობას ზრუნვას. გმადლობთ ყურადღებით.